მოგესალმებით ყველას ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, როგორ ხართ აბა? ხომ არ ყველანი კარგად და ჯანმრთელად? დავასრულე ახლა კონსულტაციაც მე და მქონდა და ეხლა მეთქი ჩავწერო ვიდეო ჩქარა, მაგრამ არ ჩაგიწერ ჩქარა, ხო იცით ჩემი ამბავი YouTube-ზე უნდა განვავრცო. ამ TikTok-ზე მოკლედ ძალიან პატარა ვიდეოები იდება და დიდად რო გითხრათ რო კმაყოფილი ვარ, არა, მაგრამ ნუ მოწონთ რა ვქნათ. არა უშავს ყველას თავის მაყურებელი ყავს. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. სითბოსთვის, სიყვარულისთვის, განსაკუთრებული მადლობა იმიგრანტებს მადლიერებისთვის, ჩემო ძვირფასებო. აი არ ვიცი, ძალიან მიყვარხართ ყველა, ზოგადად ყველა ისედაც ძალიან მიყვარხართ, ყველა გაფასებთ, მაგრამ ემიგრაციაში ადამიანი რომელიც წასულია, რა თქმა უნდა, მე ასმაგად მესმის მისი და ასმაგად მესმის მათი მდგომარეობის. ჩემო ძვირფასებო, ეხლა ყველაზე მთავარი ერთი ადგილი, ანუ გუშინ სამაგოგო მოიწერა, ანუ სამს ერთად უნდოდა, მაგრამ კი შეიძლება სამი ერთად ჯგუფში, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ინდივიდუალური, იმიტომ რომ ჯგუფი თუ არის 10 კაცი, ну 7 კი კაცი მაინც უნდა იყოს, ამიტომ ჯგუფზე უარი ვუთხარი და ჩვეულებრივად დაემატა კიდე ორი, მაგრამ ერთი ადგილი დამრჩა, ეხლა ამიტომ მარტის ბოლო არის ორშაბათი დღე და შესაბამისად ვისაც გეჩქარებათ ტაროს შესწავლა იდეალური ფასია ეხლა. ამაზე მეტ ფასდაკლებას ვერ გავაკეთებდი ჩემო ძვირფასებო, ვიცი რომ ყველა კმაყოფილია ვინც ახლა მოვიდა ფასდაკლებით ძალიან მოეწონათ, გაუხარდათ და ну მაინც მომწერეთ პირადში, ხო? ზოგადად ისედაც პირადი კონსულტაცია წმენდა ტაროს შესწავლა 599722657 WhatsApp, Viber, Telegram-ზე მესიჯი დამიტოვეთ და აუცილებლად მე თვითონ დაგიკავშირდებით. კიდევ ერთი ინფორმაცია სურნელოვანი ჩხირივანთე და როგორ მიყვარს ამის სუნი. კიდევ ერთი ინფორმაცია ჩემო ძვირფასებო, მაჩუქეს, რა ვიცი, ბოლო ახალი ტელეფონი საქართველოში. ეს არის როგორც ბოლო ტელეფონი, ну კარგი აქ მომწონს, ну გადაღებაც ნორმალური, მეხსიერება. ჩემთვის რაც თავარია საქმისთვის იდეალური, მაგრამ ნახეთ რა მოხდა WhatsApp-ზე ყველაფერი წამეშალა. კონტაქტები გადმოვიტანეთ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი წაიშალა WhatsApp-ზე. ამიტომ როგორ არის თქვენ მე მესიჯი აუცილებლად დამიტოვეთ, ანუ ნახეთ როგორ იყო, რაც თავარი ინფორმაცია მქონდა მე WhatsApp-ზე და ისინი ჩამოვტვირთე მე ხო, ეხლა რაც ჭირდებოდა წმენდებისთვის ფოტოები და ისინი ეს ყველაფერი მე მანამდე გავამზადე, მაგრამ აი ვინც კონსულტაციისთვის მწერდით, ხო ხვდებით ან რაღაცა, ესენი ეგრე დეტალებში მე ხა ყველას ნომერი ხო არ ვიცოდი, ხო ამიტომ ეგენი წაიშალა, თორე წმენდების ფოტოები, სახელგვარები რაც მჭირდება, ეგენი ყველაფერი მანამდე ჩამოვტვირთე ტელეფონში და მე წავშალე და მე გადმოვიტანე იქიდან, მოკლედ მთელი დღე-ნახევარი დამჭირდა ერთი ტელეფონიდან მეორეზე გადავსულიყავი. ხო და ჩემო ძვირფასებო, ამიტომ ვინცაც კონსულტაცია გვინდა, ან მანამდე რაიმე კითხვა გქონდათ მოწერილი და არ გეგონოთ რომ მე პასუხი არ გაგეცით, არა, უბრალოდ შეიძლება წაიშალა და ვერ ვნახე, ამიტომ თავიდან გამომიგზავნეთ, არ დაისაროთ, ხო, ჩემო ძვირფასებო, მომწერეთ და ისევ გაგაგებინებთ პასუხებს. ან ვისი ნომერით ფიქრობთ, რომ შეიძლება აღარ მაქვს ამ პასუხი ვერ მოგწეროთ, აუცილებლად მომწერეთ. მოკლედ ეს მცირე ინფორმაცია. წმენდებს რაც შეეხება ჩემო მარტში ვეღარავის ვეღარ დავამატებ ფიზიკურად და აპრილიდან ვისაც უნდა. კი ბატონო, ეხლავე უკვე, იმიტომ რომ სია თითქმის უკვე მაქვს 5 კაცი უკვე არის აპრილში, ამიტომ ჩემთვისაც რთულია, ხო? რო არ ვმუშაობდე კიდე, ხო? ასე ვთქვათ, შევეჭიდებოდი ამ ყველაფერს, მაგრამ მე თან ვმუშაობ და არა მარტო ერთგან. მოკლედ, შემოკარგებო, კიდევ მინდოდა მეთქვა, მეგონი მეტი არაფერი თუ რამე გამახსენდება და მოკლედ დღევანდელი ჩვენი ვიდეო, რომელიც TikTok-ზე მცირე დროით ავტვირთე და აქ ახლა რა თქმა უნდა განვრცობილად უნდა ვნახოთ, ნანობს თუ არა თქვენი პარტნიორი აი ამ სიტუაციას რაც მოხდა, ხო, ფაქტია რა დაშორებულ სიტუაციას გულისხმობ და ყველაზე მთავარი, აი რის თქმა მინდოდა დაბნელების პერიოდში ძალიან რთულ მდგომარეობაში ძალიან ბევრი წყვილი დაშორდა ჩემთან. ძალიან ბევრი წყვილი ჩემთან ერთად იკეთებს წმენდას. იმიტომ რომ ხვდებიან, რომ რაღაცა ისე ვეღარ არის სიტუაცია, რაც ხდება. ამიტომ ნახეთ, განა თვითონ უნდათ, შინაგანად არიან აფორიაქებული, შინაგანად არიან შიშებში,
შინაგანად არიან, იცით როგორ სიტუაციაში განა არ უყვართ, აი შარზე რო ვართ, ხო იცით, აი დაახლოებით ეს სიტუაცია იყო გამძვინვარებული, ამიტომ პირადი კონსულტაცია იმ დაბნელების მერე გუშინ იყო, ხო? 29 მარტს. всё, ეხლა სასწრაფოდ, ჩემო ძვირფასებო, აი 5 აპრილიდან მაინც აი ჩათვალეთ, რომ სავალდებულოა კონსულტაცია, რა ვიცი, გნებავთ ჩემთან, გნებავთ სხვა ტაროლოგთან, ზოგადად პირადი კონსულტაცია უბრალოდ მაინც ყველა გადმომისამართდება ხოლმე ჩემთან, იმიტომ რომ იციან, რომ აბსოლუტურად მთელ გულს და სულს ვსწრებ და საათი-საათნახევარი მაინც მჭირდება პირად კონსულტაციაზე. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, უნდა ვნახოთ რა ხდება 5-6 აპრილიდან აუცილებლად, იმიტომ რომ ეხლა გააგრესიულებული პერიოდი იყო, შესაძლებელია ამის ბრალიც იყო დაშორების თემები, შესაძლებელია, მე არ ვიძახი ხა წლების წინ რო დაშორდით, არა, მე ვიძახი აი ეხლა 2 კვირა, 3 კვირა, 1 თვე. შესაძლებელია ამანი მოქმედა, ხო? ამიტომ ვნახოთ ყველაფერი, მეგანა იმედს გაძლევთ, არა. რომ ვნახავ სიტუაციას, მე გეტყვით, იმედი გქონდეს თუ არა, თორემ კი იცით, ჩემი პირდაპირობა, პირდაპირ ვსაუბრობ, ხო? მოდით ვნახოთ რა სიტუაციაზე ვსაუბრობთ ჯერ და ახლა დედა ეგ დავდებ, როგორი კვერთხების დედოფლები მყავხართ, გიждდებით. მოდით ჯერ ვნახოთ რა სიტუაცია გაქვთ. შემდგომ თქვენთან დაკავშირებით მისი ფიქრები და აღარ შევინახე, პირდაპირ გადმოვედი იმიდან პირადი კონსულტაციიდან აქ. შემდგომ ნანობს თუ არა ეს ადამიანი თქვენთან დაშორებას და რჩევა, რას გვირჩევს და დასტის ფონი უნდა დაგანახოთ. დასტის ფონი უნდა დაგანახოთ, ეს სიგნიფიკატორი, როგორ ქალბატონებსაც უყურებთ, უკვე ხვდებით, ხო? როგორი ცეცხლოვანი, როგორი ქარიზმატული, როგორი აი რო წინ მარტო რამე დამიდგესო, აი ესეთ ქალბატონებზე ვსაუბრობთ, ჩემო ძვირფასებო, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ თქვენ ბრძოლობდით ამ სიტუაციაში. სამწუხაროდ კი ბატონო, არ გამოვრიცხავ მესამე პირის ჩართულობაც ყო ამ ყველაფერში, მე არასდროს არაფერს გამოვრიცხავ ჩემო ძვირფასებო და არასდროს არაფერზე ავიტყვი, რომ არა, ესე არ იქნება, რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია. ცოცხალი ადამიანები ვართ, თან ამ გამძვინარებულ სამყაროში ყველაფერი ხდება, მაგრამ ჩემო ძვირფასებო, მის სიტუაციას აქ რასაც უყურებ, მხოლოდ თქვენი ბრძოლით, მხოლოდ თქვენი აი ხან ადეკვატური მიდგომით, ხან ჩხუბით, ხან ბრაზით, ხან აქედან და აი თუ რამე შეგეძლოთ, მიხვდით, აი ცალსახად თუ რამე შეგეძლოთ, ყველაფერს აკეთებდით თქვენ. და სამწუხაროდ, აი მარტო რო ჩვენ ვბრძოლობთ, მიხვდით და მამაკაცისგან რო არაფერი არ არის. და რაღაცა ერთ მესეჯს რომ მოგწერს და რო გიხაროდათ ის ერთი SMS-ი და ამ დროს სათხართ რა ერთი SMS-ი. კვერთხების დედოფლები, ცეცხლოვანი ქალბატონები, იმპერატრიცები, ვინც მეყურებთ, ჩემო ძვირფასებო, ხო გაგკვირვებიათ, განა ვინმე შეურაცხყოფას ვაყენებ, აი ხო კეთილი შურით თუნდაც შეგშურებიათ რა, რომ გაგივლიათ და გითქვამთ, რომ აი ესეთი ქალის გვერდით ამისთანა მამაკაცი როგორ არის. ნახეთ, ჩემო ძვირფასებო, თვით შეფასება, ვიბრაციები, რომელიც ქალს მაღლა აქვს, მაღალ ეტაპზე აქვს, არ არსებობს. ზუსტად ესეთ ქალბატონებს უმართლებთ. ამიტომ ჩემო კარგებო, თქვენ რომ მიწასთან ფეხქვეშ გაიგებით, კი ბატონო, მე იმას არ გეუბნებით, რომ რაღაც არ უნდა დავუთმოთ, რაღაც არ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ფაქტია, მე სიტუაციას რასაც უყურებ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენ, მე და თვითონ თავის თავზე დიდი წარმოდგენა, აი მე ვარ და აბარა, მაგრამ ნახეთ, როდესაც თვითონ უყვარდებათ ქალი და როდესაც თვითონ ხვდებიან, რომ ის გარეშე აღარ შეუძლიათ, ძალიან კარგადაც ფხიზლდებიან და იქოქებიან, მაშინ თქვენთან რა ეტაკათ, ხო? ხო გაქვთ ეს ბუნებრივი კითხვა, აბა ჩემთან რა სჭირს? აი ამიტომ გეუბნებით, კარგ მანიპულატორთან გქონდათ საქმე. ძალიან კარგ მანიპულატორთან გქონდათ საქმე, უნდა დაგანახოთ თქვენი თვალით და ეს კვერთხების დედოფალი გარბენინად წინ და უკან და ბოლოს გაბრაზებულზე მიიღეთ თქვენ. მე ვფიქრობ, რომ ქალებმა მიიღეთ აქ მეტმა გადაწყვეტილება. გაბრაზებულზე მიიღეთ გადაწყვეტილება და დაშორდით ამ ადამიანს და წახვედით საბოლოოდ მისგან. იცით როგორ დაშორდით? როგორ წარმოუდგენია. შეიძლება ძალიან მეგობრული საუბარიც გქონდათ და ბოლოს გაქრით, რომ ეხა რომც მოგწეროთ და გამოჩნდეს, საერთოდ ვეღარც გიპოვით, ხო?
არ ვიცი, ზოგმა შეიძლება დაბლოკეთ, ზოგმა შეიძლება საერთოდ გააუქმეთ, ან ნომერი შეცვალეთ რაღაც და ფაქტია სიტუაციას მე რასაც ვხედავ, თქვენ აძლევდით რესურსს, თქვენი სუნთქავდა, თქვენით იწყებდა დილას და ღამე, მაგრამ საქმეზე რომ მიდიოდა არაფერს არ აკეთებდა. აი ამ სიტუაციას უყურებთ. ამიტომ თუ თქვენზე რეზონირდება, შეგიძლიათ გააგრძელოთ ყურება და ნახოთ თქვენზე ფიქრები და ჩემო ძვირფასებო. არ ვიცი, ვისთან კი ბატონო შეიძლება გამოვიდეს კი ბატონო კონტაქტზე, ნახეთ რა მდგომარეობაა, მაგრამ აი რაც გითხარით, იმ ხელა ენერგიას და რესურსს აძლევდით. ცეცხლი, თასი, არ ვიცი, თუ რაიმე ხდებოდა, თუ რაიმე ყველაფერზე ზრუნავდით, არ ვიცი ზოგთან კი ბატონო განქორწინებულ წყვილებსაც უყურებთ, შეიძლება ან ერთი განქორწინებულია, მეორე არა, ანუ სტაბილურ ურთიერთობაში იყავით როგორც ჩანს ერთ დროს. და მე შეხვდით შეიძლება ერთმანეთს, ან შეიძლება ხარ სტაბილურ სიტუაციაში ერთ-ერთი და გამოვალი მდგომარეობა იყო, მაგრამ არ მგონია, აქ არის ორი ადამიანის ურთიერთობა, რომლებმაც იდეალურად იცოდნენ რა უნდოდათ. ოღონდ თქვენ იცოდით. მამაკაცმა არ იცოდა რა უნდოდა და აღმოჩნდა რვიანის ჩიხებში და როგორც ჩანს, ისევ თქვენ ანუ მე არ გამოვრიცხავ, ისევ თქვენ გადადგათ ნაბიჯი კი ბატონო და აი ეს ხელფეხი კლასიკურ რაიდერში ვიცით ხო, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია რვიან ხმლებს შეუძლია, მაგრამ ნახეთ აქ როგორ არის, მაინც შეიძლება რაღაცა მშველელი გამოუჩნდეს. მე არ გამოვრიცხავ თქვენი სახით, მაგრამ თქვენ ისე ხართ გაბრაზებული და ისეთი გადაწყვეტილებით, აი იცით როგორი სწრაფი გადაწყვეტილება მიიღეთ? სწრაფით შეიძლება არა, შეიძლება წლების ურთიერთობას უყურებთ აქ და რო ამოგივათ ყელში, მაგრამ მე არ მგონია რომ ისევ თქვენ გამოჩნდეთ, მაგრამ ეს მამაკაცი ვერ მოითმეს. მე ვფიქრობ და ძალიან ბევრთან უნდა გამოვიდეს კონტაქტზე, იმიტომ რომ აქ ვიღაცა ეხმარება. არ ვიცი, შეიძლება საერთო ნაცნობი გყავთ ვიღაცა, ვინც დაეხმარება და გამოვიდეს კონტაქტზე და თქვენამდე შეიძლება მოვიდეს, ანუ ზოგთან შეიძლება ასეც რეზონირდეს, ამიტომ პირად კონსულტაცია რა თქმა უნდა ერთთან და სად 1000-თან, ხო? ჯობია. და სხვა შორის ძალიან საინტერესო სიტუაცია თქვენზე მეტად მე დამაინტერესდა და ამიტომ ვისაც გვინდა გადმოგზავნით ჩემთან პირად კონსულტაციაზე, ძალიან მაინტერესებს რა ხდება. და როგორი მომენტია, იცით, აბსოლუტურად გამოგეცალათ ყველა რესურსი და ძალიან დაიღალეთ. ამოგივიდათ ყელში და არც დაემშვიდობეთ, ანუ ჩვეულებრივად ხართ, აი შეიძლება ქუჩაში რომ შეგხვდეთ, ჩვეულებრივად ნახოთ, მაგრამ ის მე გაიაზროს, რომ მე მგონი ეს დამშორდა და საერთოდ წავიდა ჩემგან. მიხვდით, აი ჩემი ენერგიებით რომ დაგანახათ თქვენი სიტუაცია, მიხვდებოდით. ყოჩახ თუ თქვენ ეს შეძენთ და თქვენ ნაბიჯს აღარ გადადგავთ ყოჩახ. ვნახოთ ახლა ნანობს თუ არა ეს ადამიანი და ჩემო ძვირფასო სებო მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანი ამ საკითხზე მუშაობს. არ ვიცი, ვის ჩართავს, ვის არა, საერთო ნაცნობები გყავდათ ვინმე რა მოხდა. ფაქტია, რომ ძალიან ენატრება ეს ენერგიები, თქვენი რესურსი, თქვენი სიტუაცია, თქვენით სუნთქავდა და ეხლა ნახეთ ვარსკვლავის არკანით, როგორ შორს იმყოფებით, როგორ ენატრებით, როგორც ოცნება ისე ხართ მისთვის. და ფიქრობს ეხლა, რომ რა გავაკეთო, რა ნაბიჯები გადავდგარო, ჩემი კვერცხების დედოფალი დავიბრუნო. და ნახოთ კიდე ერთხელ კითხოთ ნანობს თუ არა თქვენი პარტნიორი თქვენთან განშორებას. ვაიმე, ნანობს რომელია? ვაიმე, უნდა დაგანახოთ ეხლა. აი მე ასე მგონია, რომ აი გაშლის მერე ბევრი მოიწერება პირად კონსულტაციაზე. თქვენ წარმოიდგინეთ, თქვენზე მეტად მე მაინტერესებს ვის ეხება ეს გაშლა. შეხედეთ, ნანობს რომელია, როგორ ძალას აძლევდით, როგორ აფხიზლებდით, როგორი აი არ ვიცი, შინაგანად აღფრთოვანებული იყო, იცით როგორ უხაროდა თქვენთან გატარებული თითოეული დღე, მაგრამ მე ვარ ხო და შენ ხარ და ეხა იჯექი ეგრე, აი ესე. ეხლა ელოდე, როდის მოგაწვდიან კიდე რამეს, როდის მოგაწვდიან რესურსს, ეს ბოლო თასიც რო ჩაღვარა და აი ეს ბოლო შანსიც რო გაუშვა ხელიდან და ისეთი რაღაცეები გითხრათ, რომ თქვენთვისაც წარმოუდგენელი იყო და ისე საშინლად მოგექცათ. აი ახლა კი წერს, აი ესე ლოგინად სულიერად, აი ესე გაუბედურებული. მე არ გამოვრიცხავ, ეხლა კლასიკურ რაიდერში აქ მარტო წერს, მაგრამ აქ ნახეთ ავთერ ტაროში როგორ არის ქალბატონი უზის გვერდზე. მე არ გამოვრიცხავ, ვიღაცამ კიდე ერთი შანსი მისცეს, იმიტომ რომ მიჯაჭულობაა ჩემო ძვირფასებო, აქ ძალიან დიდი
ზუსტად იმიტომ ამოვიღე დანარჩენი არკანები, მაინტერესებდა რა იქნებოდა და ძალიან საოცრება, აი არ ვიცი, შოკში ვარ, ძალიან ბევრთან გამოვა ეს ადამიანი კონტაქტზე, იმიტომ რომ ნანობს კი არა, მარტო კი არ ნანობს, თქვენო ძალიან ცუდად არის. ჩვეულებრივად, აი თქვენს გარეშე ვერ სუნთქავს, მიხვდით? ოღონდ თავის თავს კი არ უტყდება. იმას იძახის, რომ მე აი მის გარეშე რო ხდება, რომ დილა რო თენდება და შინაგანად რაღაცა აწუხებს და ცუდად არის და ნახეთ, ფინანსებში პრობლემა არ აქვს. თქვა ზოგი შვილები ყავს ხო და განქორწინებულია, კარგად არის პირად, ანუ ოჯახი ბავშვებს გულისხმობ ხო? რამაც უხებს ფინანსებში კარგად ვარ, იმაში კარგად ვარ, სამსახურში კარგად ვარ. შვილები ჯანმრთელად ყავს ხო? ვინც ანუ იმყოფებოდა ქორწინებაში. რა მჭირს? აი ეს გჭირს. აი თქვენი აი ეს კვერთხების ქალბატონი გენატრებად, აი ეს ცეცხლი გენატრებად, ქალბატონი რომელიც გაძლევდათ იმ რესურსს, რომელიც არც ერთ ქალს არ მოუწია თქვენთვის, მამაკაცებო, ვინც მიყურებთ, შეგიძლიათ რეზონირება მოახდინოთ საპირისპიროდ, ხო, შეაბრუნოთ და ქალბატონები, ვინც მიყურებთ საპირისპირო, ანუ მამაკაცებზე ვიზეც ფიქრობთ, აი რა დღესია და როგორი გაუბედურებულია, მე არ გამოვრიცხავ აქ აპატიოთ. კარგით, ნახოთ რჩევაში რა იქნება და ნახეთ რას გეტყვით რჩევა. ჩემო ძვირფასებო, კი. აქ მზესავით სიტუაცია, რომელსაც თქვენ აძლევდით მამაკაც არ დაიბლოკოს, დავდებესე ამ არკანს. ჩემო ძვირფასებო, ვიცით ხო კლასიკურ რაიდერში ეტლი გაჩერებული, ახლა ჩემო სწავლებმა უკვე პირად იციან და სფინქსები როდის განაახლებენ სულას არ ვიცით. აქ ნახეთ როგორ არის ამ მაში ავთერ ტაროში ძალიან მომწონს ეს ტარო, დიდი ხანი არ გამიშლია და TikTok-ზეც ამაზე ჩავწერე ვიდეო. ნახეთ, აქ უკვე სულა განახლებულია, ანუ რას ნიშნავს, ეტლი დაძრულია. არ გამოვრიცხავ ძალიან მალე გამოვიდეს კონტაქტზე, მოვიდეს თქვენთან, მაგრამ ტარო რას გირჩევთ, შეხედეთ, თქვენ შეინარჩუნეთ სიამაყე. თქვენ იმიტომ კი არა, რომ ვინმეზე მეტია, არა. თქვენ ძალიან ბევრი ჩადეთ. ძალიან დიდი რესურსები ჩადეთ და საკმარისია, მიხვდით? და ეს რომ მიხვდეს თავის დანაშაულს, უნდა გავიდეს გარკვეული პერიოდი, რომ აი როგორ თქვა, მიხვდეს იმას, რაც დააშავა. ჩათვალეთ ეხლა ისევ თქვენ თუ გადაწყეთ ნაბიჯი და ისევ თქვენ თუ დაუკავშირდით და თქვენ ვერ გაძევთ და ეს პერიოდი, აი როგორ გითხრათ, ენერგეტიკულად თუ არ ჩაიხსნებით, ჩათვალეთ რომ ამ მამაკაცს ისევ ყვებავთ. ამიტომ მე მინდა რომ ენერგეტიკულად ჩაიხსნათ. ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, ჩემმა გოგოებმა და ბიჭებმა ცენ ჩვენ ამ საკითხზე მუშაობთ ხოლმე, ყოველდღიურად მიწერენ, აი რას დღეს როგორ აჯობა მის თავს რო არ მიწერა, დღეს რა გააკეთა, ამიტომ ამ საკითხებზე ჩვენ მუშაობთ და შეგიძლიათ მომართოთ პირადში, ჩემი ძვირფასებო, ჩვენ მხოლოდ ტაროს არ ვშლით. ამიტომ როგორც შემიძლება მაქსიმალურად დაგეხმარებით, ხო, ფსიქოლოგიურ რჩევებსაც გაძლევთ და მე ამაში რჩევაში და ყოველდღიურ კონტაქტში არც ერთ-ერთს არ ვიღებ. აი გარიფიქროთ. ამიტომ მე ვთვლი რომ ტარო ერთ დღით არ არის, არ შემოიფარგლება, ჩვენ ვართ მეგობრები. აი გადმოხტა, როგორი ქურუმები მიყურებთ, როგორი იდუმალები ზოგი კოლეგა მიყურებთ, ჩემო ძვირფასებო. ამიტომ ჩემო კარგებო, ჩემო ძვირფასებო, თქვენი ენერგეტიკული სიმაღლე მჭირდება, მაღალი ვიბრაციები მჭირდება. ამ მამაკაცისგან საბოლოოდ ჩამოხსნა მჭირდება და უნდა დაიხსნათ ენერგეტიკულად, რომ ეს ადამიანი თქვენამდე მოვიდეს, აუცილებლად მოვა და თუ არ მოვა კიდე ისევე თვითონ დაიტანჯება, თორე თქვენ აგერ ნახავთ, თქვენ როგორ და რა მდგომარეობაში ბევრად უკეთესად იქნებით, თქვენ რო ჩაიხსნებით, კიდე უკეთესად იგრძნობთ თავს. უბრალოდ მე არ მგონია აქ სიტუაცია ჩანს რომ მოდის და გამოდის, უბრალოდ შესაძლებელია რომ ამ დაბნელების დერეპემანაც დაბნელებამაც გამოიწვია ეს პერიოდები. ამიტომ ვიძახი ხა პირადი გაშლები ახლა 5 აპრილის მერე იდეალურია და ვნახოთ რა იქნება. ეს იყო დღევანდელი ვიდეო, მე მგონი კმაყოფილები ხართ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, ერთ ლაიქს თუ დამისვავთ, უდიდესი მადლობა თქვენ ჩემო ძვირფასებო, ეხლა დაგემშვიდობებით, დროებით მიყვარხართ ყველა და განსაკუთრებული მოკითხვა ემიგრანტებს.